საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი: ლომებისა და აფთრების ალეგორია. ასე დავარქვი, ცოტა უცნაური სახელი და ცოტა უცნაური ეპიგრაფით დავიწყებ. თქვენ ალბათ მიხვდით, რისი თქმა მსურდა ამ ეპიგრაფით. რუსეთი და დასავლეთი. სამწუხაროდ არა მხოლოდ დასავლეთი. რუსეთში მართლაც ურთულესი ვითარებაა შექმნილი. და ამაზე ლაპარაკს უკვე ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული წრეებიც აღარ ერიდებიან. აი მაგალითად, რას ლაპარაკობს ჟურნალისტი სოლოვიევი. Вы, грёбаная элитка, определитесь, с кем вы. Вы действительно элита? Как многие люди, работающие на обороноспособность нашей страны. Или вы реалии, продажные, жалкие, ничтожные твари. აი ასე ელაპარაკება ბატონი სოლოვიევი ელიტას, რომლის მიმართ უკმაყოფილება უკვე გაისმის. შესაძლებელია ეს მთლიან ელიტას არ ეხება, მაგრამ ელიტის დიდი ნაწილი მოიაზრება ამაში. საქმე ის არის, რომ ასეთი ვითარებები, ასეთი დაპირისპირებები სერიოზული წმენდის გარეშე არსად არავის არ მოუგია. შესაძლებელია ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ფაქტია. ისტორია ამას ადასტურებს. ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ ხომ არ დაუშვა ის მომაკვდინებელი შეცდომა, რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი ფინალი მოხვდეს. და ეს შეცდომა ხომ არ გამოიხატა იმაში, რომ მოყვარე არ დაარქვა და მტერს მტერი არ დაარქვა. აი ვნახოთ კიდევ ერთი დიდი გულშემატკივარი რუსეთისა და თუგნებავთ ხელისუფლებისა. Ბატონი შაჰნაზაროვი. Нашей этой мантры мы победим. Пускай военные говорят, мы победим. А нам не надо этого говорить. Мы должны реально смотреть, с какой силой нам придется сражаться. Это феноменальная сила. Мы должны реально смотреть на вещи. Реально смотреть. Вот это вот я помню, уже в 23-м году объявили, да мы уже победили. И что? В 24-м победили. И что? И где? Зачем мы это говорим? Я, кстати, сегодня против вот этой бесконечной нашей этой мантры мы победим. Пускай военные. Აი ასეთი არის ეს განცხადება, რომლის მიღმა ძალიან დიდი გულისტკივილი იხატება. უზარმაზარი გულისტკივილი, ალბათ რაღაცა რომ გამორჩათ იმის გამო. და გამორჩათ სწორედ ის, რის შესახებაც მე ვსაუბრობდი. მტერს მტერი და მოყვარეს მოყვარე არ დაერქვა თავის დროზე. ეს კი შესაძლებელია ცუდი ფინალის წინაპირობა იყოს. ოპოზიციური ძალის, ისეთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი, როგორც არის კომუნისტური партия, ბატონი ზუგანოვი. Главная наша беда, главное, и еще раз хочу, не обижайтесь, речь не о политическом сопернике. Нельзя воевать наполовину. Одни воюют, вторые торгуют, третьи танцуют, так не побеждают. გამარჯვება ასე არ მოვა. მთელი ქვეყანა უნდა შეიკრას. იმიტომ რომ მტერი არის ვერაგი, მტერი არის უზარმაზარი და მტერი არის უძლიერესი. ამის გააზრების გარეშე ალბათ არაფერი გამოვა. ან შესაძლებელია გამოვიდეს კიდეც, მაგრამ ძალიან ძვირი დაждდეს. ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ მარტო შიდა პრობლემები ხომ არ არის? არის საგარეო პრობლემები, უზარმაზარი პრობლემები. აქ ბატონი შაჰნაზაროვი რასაც ლაპარაკობდა, ის აბსოლუტურად სწორია. გააზრება სჭირდება იმას, თუ რა მასშტაბის, რა მოცულობის და რა ძალის არის ის მტერი, რა ვერაგობის მატარებელია ის მტერი, რომელიც რუსეთს მოხრჩობას უპირებს. ნახოთ ევრონიუსის ერთი სიუჟეტი.
მაშინ როცა უკრაინა აქცენტს აკეთებს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებაზე რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად და კრემლის მიერ დაწყებული ომის რუსეთის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, თავდაცვის სფეროში კავშირების გამტკიცების მიზნით ევროკომისიის პრეზიდენტი კიევს ეწევია. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის სამხედრო სამრეწველო ბაზის გაერთიანება ომის პირობებში კიევის საბრძოლო გამოცდილებასთან. საგულისხმო რომ დრონების წარმოების გაზრდასთან ერთად შეთანხმებაში ჩაწერილია მნიშვნელოვანი პუნქტი. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების შენახვა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე, რაც მათ ვეღარ აქცევს მოსკოვის სამიზნეებად. ხელმოწერილ დოკუმენტში ნაგულისხმებია ევროკომისიის შემდგომი გეგმა, რომლის მიხედვითაც გაფართოვდება შეთანხმება და დრონების გარდა მოიცავს ბალისტიკური რაკეტების და ანტიბალისტიკური კომპლექსების წარმოებას, თუმცა ეს ჯერჯერობით შორეული მომავლის პერსპექტივაა. ჩვენ ვიცით როგორია რუსეთთან დამოკიდებულება ევროკავშირისა და ზოგადად ევროპისა. ჩვენ ვიცით როგორია დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთისა. ვიცით რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ მოგვახსენოს თავისი პირით ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. Since the start of Russia's war of aggression, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, დაგკვირდით, რომ ევროპა თქვენს გვერდით იდგებოდა. ასევე დაგკვირდით, რომ შეძლების დაგვარად ხშირად ჩამოვიდოდი, რათა ეს სოლიდარობა პირადად გამომეხატა. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. ეს უკვე ჩემი მე-11 ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და ამ მოგზაურობებიდან არაერთი მომენტი სიცოცხლის ბოლომდე მე მახსოვრება. თითქმის ყოველდღე მახსენდება ბუჩაში ჩემი შემზარავი ვიზიტი, სადაც საკუთარი თვალით ვიხილე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისა და სისასტიკის მასშტაბი. მახსენდება ისტორიით დამძიმებული ატმოსფერო ჰოსტომელის აეროპორტში, სადაც უკრაინელ გმირთა მცირე ჯგუფმა გადაარჩინა მთელი ქვეყანა და შესაძლოა მთელი კონტინენტიც კი. ასევე მახსენდება ევროპის დღის ემოციები წმინდა სოფიას ტაძრის წინ. უკრაინელო ხალხო, თქვენ მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის კი არ იბრძვით, არამედ მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვისაც. თქვენი ჯარისკაცების სიმამაცემ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას შეუწყო ხელი, არა მხოლოდ საკუთარი სამშობლოს დაცვის მხრივ, არამედ იმ ღირებულებების დაცვის კუთხითაც, რომლებზეც ევროპაა აგებული. ერთი სიტყვით, მთელი ევროპა აღდგა რუსეთის წინააღმდეგ. ეს დიდი ძალაა, უზარმაზარი ძალაა, მთელი კონტინენტია, თანაც ბირთვული კონტინენტი. ასე რომ დაპირისპირება, რომლის მოწმენი ჩვენ ყველანი ერთად ვართ, პრინციპში ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია რომ ასეა. თუმცა ამ დაპირისპირებაში ევროპის კონტინენტი და ევროკავშირი მარტო არ არის. მათთან ერთად არის ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი ნატო. მაგალითად, ანკარაში ჩატარებულ სამიტზე, ნატოს სამიტზე გადაწყდა, რომ თვით უშუალოდ ბატონ ტრამპის პირით გაცხადდა, რომ პეტრიოტები გამზადდება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს სერიოზული განაცხადია. ეს ის გადაწყვეტილება, რომლის სისრულეში მოყვანის შემდეგ მესამე მსოფლიო ომი მართლაც გარდაუვალი გახდება. უკრაინის პრეზიდენტისთვის შტატების ლიდერის მიერ ანკარას ნატოს სამიტის ფარგლებში გაცემული დაპირება პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. კიევი ვაშინგტონის ამ განაცხადით კმაყოფილია და როგორც ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, გაცილებით უკეთეს მოცემულობაში აყენებს ომში მყოფ ქვეყანას, რადგან შეერაღების მიწოდებასთან დაკავშირებით პარტნიორებისგან დაჟინებული თხოვნის ნაცვლად უკრაინა თავად შეძლებს თავდაცვის უნარიანობის მიმართულებით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას. პეტრიოტის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის ლიცენზიის გადაცემა შესაძლოა კიევისთვის საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური გარღვევა გახდეს. თუმცა უკრაინელი მაღალშემოსნების და ექსპერტებიც ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ. ყველაფერი, მათ შორის წარმოების რაოდენობა, დამოკიდებულია შეთანხმების იმ პირობებზე, რომლებიც ჯერ უცნობია. მაგალითად, უკრაინას ექნება საშუალება მხოლოდ ცალკეული კომპონენტები აწარმოოს თუ მთლიანი სისტემა, თანაც მისი დახვეწის პერსპექტივით. აი ასე ნელ-ნელა უახლოვდებით სრულ კატასტროფას. მე დიდი ხანია ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, სხვაებიც რა თქმა უნდა, თუ ვინ აწარმოებს ამ ომს? უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, ან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ? არა. ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთის სამყაროს შორის. ეს არის
ამიტომ არის ეს დიდი უბედურება და ამიტომ არის ის რაც შეიძლება საწინდარი გახდეს დიდი გლობალური დაპირისპირებისა და სისხლისღვრისა. ან კიდევ უფრო უარესი ნახევარი პლანეტის ან მთელი პლანეტის დაფერფლისა. ჩვენ და სამწუხაროდ ეს პერსპექტივა თეორიულად მაინც არსებობს. მართლაც რომ ის პრაქტიკულად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ყოველდღე უახლოვდებით ამ უზარმაზარ უბედურებას, მაშინ რა თქმა უნდა კაცობრიობა განგაშის ზარს უნდა სცემდეს. კაცობრიობა უნდა ალაპარაკდეს და უნდა ახმაურდეს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა შეჩერება. შეჩერება არა ისე, როგორც ბატონი ტრამპი მოიაზრებს ამას, ან ევროკავშირის წარმომადგენლები ლაპარაკობენ. დიახ, ომი უნდა შეჩერდეს, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე. არ მოხდება ასე. რუსეთი არის ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფო მსოფლიოში. ბირთვული ზესახელმწიფო. მისი დამარცხება ასე ვაგალახად ვერ მოხდება და ვერ განხორციელდება, როგორც ამ შარახვეტია პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ. აქ ცეცხლს ეთამაშებიან. აქ ძალიან დიდი რისკია. რისკი არა საკუთარი თავით, ან თუნდაც თავიანთი სახელმწიფოთი, არამედ საერთოდ კაცობრიობის ბედით და პლანეტის ბედით. ამიტომ უნდა შეჩერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ შემჩერებელი ძალა არ არსებობს. ისე თვითონ ალაპარაკდნენ უკვე იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე ახლა შემიძლია მოგასმენინოთ ინგლისელი ჟურნალისტისა და მწერლის პიტერ ჰიჩენსის ერთ-ერთი პატარა საუბარი, რომელიც ჩატარდა ოქსფორდის უნივერსიტეტში და რომელიც თითქმის ერთ-ერთში იმეორებს იმას, რის შესახებაც მე აგერ უკვე წლებია გავყვირივარ თქვენს წინაშე. ნახოთ ეს ფრაგმენტი. Мы уже воюем с Россией. Разве вы этого не осознаете? Разве вы не знаете, что западные спецподразделения находятся в Украине уже много лет? Разве вы не знаете об огромных горах оружия, которые мы поставляем в Украину и которые она никак не могла бы себе позволить самостоятельно? Разве вы не знаете, что мы помогаем им наводить ракеты на Россию? Конечно, знаете. И почему для этой конкретной задачи выбрана Украина? Именно потому, дамы и господа, госпожа председатель, именно потому, что Украина не входит в НАТО. Именно поэтому там можно вести такую войну без всякой опасности, что она приведет к ядерному конфликту. Вот что происходит. Война идет, и всем плевать, что мы потеряем Украину. აი ასეთია ეს განცხადება და ეს კაცი არ არის თქვათ რუსეთის წარმომადგენელი, არც აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი, არც პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენელი, ის ინგლისელი გახლავთ, მაგრამ ასე მსჯელობს და მსჯელობს ფაქტებით. აქ დასამტკიცებელიც არაფერია. ეს ხელისგულზე ძევს. ამას მთელი მსოფლიო ხედავს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილი განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს დასავლურ მედია საშუალებებს, ამას ხაზს არ უსვამს, ამას მალავს და შებრუნებულად წარმოგვიდგენს. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. სინამდვილეში კოლექტიური დასავლეთი უკრაინაში თავს დაესხა რუსეთს. ეს სხვადასხვა რამ არის. მაგრამ დასავლეთის წესია სიყალბე, სიცრუე, დეზინფორმაცია, მოტყუება, მთელი მსოფლიოს მოტყუება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსოფლიო არ ტყუდება, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მაინც იმას გაიძახიან, რა დავალებაც აქვთ მიღებული და იქნება პარალელური სამყარო. იქნება პარალელური რეალობა. რეალობა ერთ რამეს გვეუბნება, პარალელური რეალობა მის საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს და აი ამ ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ. თქვენ გახსოვთ, რა დავარქვია ამ გადაცემას? ლომებისა და აფთრების ალეგორი. რა თქმა უნდა, და პატარა ვიდეო გამოსახულებას გიჩვენეთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ
აფთრებს შემოვიყვანთ მალე სცენაზე, მაგრამ მანამდე მოდით ცოტა ამოვისუნთქოთ და რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. თქვენ ხედავდით და მოწმე იყავით იმისა, თუ რამდენ ზეცადა ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინამდვილეში დასავლეთის აგენტურა და მეხუთე კოლონა. რამდენ ზეცადა, რომ დასავლეთთან, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაც ხიდები გაედო ისე, რომ მათ სასარგებლოდ ყოფილიყო ეს ყველაფერი. განსაკუთრებით ბატონ ტრამპთან ცდილობდნენ დაახლოებას და ახლა კიდევ ერთი ალეგორია ვნახოთ თუ რა გამოვიდა ამ ცდილობიდან. რა არის რომელი ხარ? როგორ ახარ? სხვაგან მოხდი ალბათ, აბარა ვიცი, მე ვერ ვიცანი შენი ნომერი. ხო, არა, თქვენი გაცნობა მინდოდა უბრალოდ. აგამეცნობით? ვინ გაგაქეზათრო? არა, ვისუნდა გაქეზებინა უბრალოდ, არ შეიძლება. ჩუმლაყიდან ახარ? ჩუმლაყიდან არა გურჯაანელი ვარ. არა, ჩუმლაყელის საბეჭდილებას ასწორებ. აი ასეთია ეს იუმორი, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო კარგად ასახავს რეალობას, ვიდრე თვითონ რეალობამ, მისმა პუბლიცისტურმა გააზრებამ შეიძლება დაგვანახოს და წარმოგვიდგინოს. ასეთი ხუმრობები ხანდახან უფრო კარგად ასახავს იმას, რასთან გვაქვს საქმე. ამ ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ახლა მთელი იმედები აქვს გადატანილი იქითკენ, რომ ნაციონალური მოძრაობის სათავეში მოვა ახალი თავმჯდომარე ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი. საყაშუმა თუ ვინმეს რამე აჯახა, ეს ვიყავი მე. რატომ ვარ გაჩვენებული იცით მიჭირს კომენტარის გაკეთება. არ მინდა კომენტარის გაკეთება. მოდით კომენტარი სხვამ გააკეთოს. ძალიან აცუხლუტებული ხარ შენ რაღაცა. ასეთი გახლავთ იუმორნარები ვითარება. ისე სააკაშვილზეა დავა ხომ? სააკაშვილის გამო მეტოქეობენ ერთმანეთთან ეს ქალბატონები და მოდით თვითონ სააკაშვილი ვნახოთ კიდევ ერთი ახალი რაკურსით. გიორგი წყირვალი დაარსა კათედრა კათოლიკური თბილისში, პრაქტიკულად კათოლიკური მრჩევლები ჩამოიყვანა საქართველოში მოდერნიზაციის მოსაქმედ. აი მე როგორ ჩამოვყავდი მრჩევლები. დააგვირდით აქ რამდენ სირთულესთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი გიორგი ბრწყინვალეს რომ ედრება თვითონ აი ამ უხერხულობას ვერ გრძნობს, იმიტომ რომ მისი ინტელექტი, მისი გონება, მისი სააზროვნო საშუალება ვერ წვდება იმას, რომ ეს უხერხულია და კაცმა არ უნდა თქვას ეს. არ უნდა დაიყენოს საკუთარი თავი, თუნდაც ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ბრწყინვალის გვერდით. ეს არ უნდა გააკეთოს. ელემენტარული ტაქტი და ეთიკა ითხოვს ამას, მაგრამ კარგით, ამდენი რამე სააკაშვილმა არ იცის. აქ კიდევ ერთ უბედურებასთან გვაქვს საქმე. გიორგი ბრწყინვალემ კათოლიკეები ჩამოიყვანა და აი ამაზე ხდება ხაზის გასმა და აპელირება. ეს რას ნიშნავს? ეს არის ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ბატონი სააკაშვილი შესაძლებელია თვითონ კარგად ვერც არჩევს ერთმანეთისგან რა არის მართლმადიდებელი ეკლესია და რა არის კათოლიკური ეკლესია ან სხვა რომელიმე ქრისტიანული ეკლესია, მაგრამ მას ავალებენ, მას ეუბნებიან, რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს. იმიტომ რომ მისი პატრონები დასავლეთში არიან უპირველესი მტრები მართლმადიდებლობისა და აი ამ დავალებას ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ასრულებს თუნდაც ამ განცხადებით ბატონი სააკაშვილი.
რეჟისორ სულ თუ მზად არის, მე მგონი მზად არის თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი წარმოგვიდგინოს. ამბობენ, რომ კბილები იმიტომ არის ენის წინ, რომ ენა წინ არ გაგვექცესო. თუმცა, აი დარდი. მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. თუმცა მოგიწევთ, რომ თავარი სათქმელის მოსმენამდე, გადაცემის ბოლომდე დამელოდოთ. მოკლედ, რომ არ მოგატყუოთ. მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე, რაზე უნდა ჩამეწერა დღევანდელი ნოვოსი. არ ვიცი რას დავაბრალო. რაღაცნაირი მობეზრების გრძნობა მქონდა ყველაფერზე. თითქოს აი თემა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქოს არც არის. ნუ კი რა თქმა უნდა ჩვენ ისე გვყავს ჩვენი უკლასო ნანულა, 10 კლასს დამთავრებული მარიზა, ვიღაცა შეჭი თინა, ეს გიშკალა თამარა, წითლიძე, შმითლიძე, მოკლედ გვარების ჩამოთვლას რომ არ შევყვეთ, თითქოს თემა არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხო თემა არ არის. ანალიტიკოსებს რომ ვუსმენ, ამბობენ რომ მესამე მსოფლიო ომი არის კარს მომდგარიო და ნოვოსი ახლა იმაზე ჩამეწერა მარიზის შუქი ანთილია თუ ჩაქვრილი, აი რაღაცნაირად გული ამ ყველაფერზე არ მიმდის. ხო ანთილიყო ის ნაძვისხე. უნდა ანთილიყო, აბარა უნდა ყოფილიყო. ვაი თქვენს პატრონს თქვენსას, თქვენს პატრონს. თქვენ ოროსნებო თქვენა. ხო ხვდებით რომ სულ ყველა ხართ უკვე ოროსნები. აგერ ნანულას კი უთქვამს, ჩემს იდეებს ხმამაღლა, იმიტომ არ ვიტყვი რომ არ მომპარონო. ანუ მაქვსო. მაგრამ იმიტომ არ ვიტყვი რომ არ მომპარონო. გაიგეთ, ანუ იდეები მაქვს. ნანულა. ნუ ახლა ამაზე ხო შემეწვა რაღაცა. კარგი ხუმრობა მომეფიქრებინა. მაგრამ ღირს. ახლა ნახე რა შეონები ახალგაზრდებს. მე იდეები არ მომპარონ. მე? არა კაცო. ჩემო ოპონენტებმა. იქ კიდევ გვარამიას უთქვამს უკრაინის აღმშენებლობისთვის ტრილიონები რომ გამოიყოფა. ხო და იმ ტრილიონებთან საქართველოს არავინ მიასრულინებსო. მოკლედ მე ამაზე ჩემეცლო მე თქვა რომ ვაი მე კაცელდი პიცო, რავასუ მისუნვა და ჭაყნოისვა და მოსუნვა. გელანდება თქო, მაგრამ გვარამია არა. გვარამია ისევ თემა. სამაგიეროდ რა იქნება, იცით ინგა? უკრაინა მალე რომს მოიგებს. ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. აი კიდევ ვიღაც ტუპო იკუანა რომ ყავთ. ახობაძე, გონი. რაღაც უთქვამს რომ უკრაინაში რომ იყოს სააკაშვილიო, ტრამპიო იღლიაშიო ეყოლებოდა ამოსმულიო თუ ჯიბეში ჩასმულიო თუ რაღაცა მსგავსი. აი სააკაშვილის იღლიაზე უკეთესი არ გენახოს არაფერი თქო. ხო შეგვეძლო დაგვეწყევლა, მაგრამ ვინ არის ეს ტიპი? შენ რო იყოს უკრაინაში, აი წარმოვიდგინე. არ ვიცი იქნება აი მე შენ იქნება უკრაინაში ის ადამიანს და საქართველოს საგარეო ფრონტზე, არ ვიცი, ტრამპი ეყოლებოდა ამოდებულ ჯიბეში ჩასმულია. იქეთ კიდე მაგალითად თეონიე ბაღდავაძეზე შეგვეძლო გველაპარაკა. აი კომპლექსების დასაძლევად თაიონა რომ დაირქვა, მაგრამ გვინდა ესე იგი პროპაგანდასთან ბრძოლა იწყება სწორი მეიკაპით, განსაკუთრებით სხეულზე. მოკლედ რომ მივხვდი რომ პოლიტიკოსების თემა მობეზრებულია, ამათი პოლიტიკოსება არ გაიშვას. მეხუთე კოლონის. მე ვიფიქრე აგერ რომ სოფლიო ჩემპიონატია და სოფლიო ჩემპიონატზე ხომ არ გავაკეთო? ამა ისეთი კარგი ჩემებური თქო, მაგრამ რა ჩემებური ხალხო? ჩემი ტირილ-ტირილით გამოაბუნძულეს ჩემპიონატიდან. აი ეს პატარა ჭინკარო დარბის შანსია ისევ სოფლიო ჩემპიონი გახდეს. ხო და მე რონალდუს რო გულშემატკივრო. მაქვს ახლა მორალური უფლება მესი რაღაცაში აბუჩა დავიგდო? არა, განა არ მინდა, მაგრამ აი რანაირად. ისე აქვე ესპანეთო. იმედი მაქვს მომავალ ნოვოსიში თავს არ დამაწყევლინებ. მიმხედრი იმედი მაქვს მიხვდა. და მაშ რაზე ვისაუბრო დღევანდელ გადაცემაში? შეიძლება პრინციპში იმაზე საუბარი რუსებს დრონებით რომ უტევს ნატო და კარგი დღე რომ არ უდგას. მაგრამ ვფიქრობ რომ რუსები თავის გასაკეთებელს უჩემოდაც გააკეთებენ. თლად ტაბლო-ტუბლოს გონებრივი გაქანების და შესაძლებლობების თუ არ ხარ კაცი, კი მიხვდები რომ რუსეთი ახლა ასე არ დაამთავრებს და მოვლენებს წინაც არ მინდა გავუსწრო. ასე რომ დიდად მგონი არ ღირს წინასწარ ლაპარაკი იმაზე, რაც
შესაძლოა მომდევნო ნოვოს სისტემა იყოს. მანამ გაიხაროს ტაბლო-ტუბლო. მე ახლა თქვენ ერთი უმშვენიერი სიხმა უნდა მოგასმენინოთ. თავადაც მიხვდებით, რისი ხმა თუ რისი ნახეთ. ხმა ამგვარია, აუზიოთ ხმას და ჩავ. ხოდა, რახან ასეთი უდარდელა ვარ დღის მდგომარეობით. რახან არც მოფამფალებული მეხუთე კოლონა ვადარდებს, არც რუსეთი, რომელიც ისედაც გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელი აქვს, არც სააკაშვილის იღლიაში ამოჩრილი ტრამპი და არც მაშინ ახალ ამბავს გეტყვით და დავიშალოთ. ამიერიდან ნოვოსტის მარტო აღარ წავიყვან. მეყოლება თანაწამყვანი. ანუ ამიერიდან მარტო აღარ შევებრძოლები სატანისტებს, გლობალისტებს, deep states, მასონებს, ვირიშვილებს და ვიგინდარებს. გაიცანით ის, ვისაც ჯერ მე თავადაც არ ვიცნობ. ის არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი. მოკლედ 9 თვე თქვენც არ გეწოდინებათ. გოგო თანაწამყვანი მყავს თუ ბიჭი. მაგრამ ამ ბრძოლაში რომ ჩემთან ერთად იქნება, ეს ზუსტად ვიცი. ხოდა ზრწოდეთ ვირიშვილებო. მამა კვარაცხელია, შვილი კვარაცხელია და ახლა შვილი არ მოგასვენებთ. ხუმრობა იქეთ იყოს, მივიღებთ მოლოცვებს და უკვე ორნი დაგემშვიდობებით მომავალ ნოვესიმდე დიდი სიყვარულით და პატივისცემით. შეხვედრამდე. მადლობა თამარ, მე ვიცი ახლა როგორ გაახარეს შენი მსმენელები და მაყურებლები, იმიტომ რომ შენ უკვე პოპულარული ხარ. ამასთან დაკავშირებით მეტყველებს ის ნახატი, რომელიც ახლა ფონად გქონდა ჩამოგიდებული. ეს ნახატი თამარს გამოუგზავნა ერთ-ერთმა ჩვენმა ემიგრანტმა ევროპიდან. რაკი მას თავის ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებია, არც თამარმა იცის და მით უმეტეს არც მე გვაქვს თუ არა მისი ვინაობის გამჟღავნების უფლება. ამიტომ ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ იმას კი ვიტყვით, რომ მან შესანიშნავი საჩუქარი გამოუგზავნა თამარს, ნიშნად პატივისცემისა, ნიშნად მისი ნიჭის დაფასებისა, ნიშნად იმისა, რომ თამარის გამოშვებები, რომელსაც მან ნოვოსტი დაარქვა, ვიღაცას თურმე ძალიან მოსწონს. აი ეს საჩუქარიც და აი ის სიტყვებიც, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ ქალბატონმა თამარის სახაზზე გამოგზავნეს საჩუქარს თან მოაყოლა. ხარე ჩემო საყვარელო და გილოცა ფეხძივედ რო ხარ წინასწარ უნდა გაამრავლო შენი სტანებმა, ჭკვიანებმა, ლამაზებმა და საამაყო ადამიანებმა, ქართველები და კიდე რის ხმა მინდოდა. შენ წარმოიდგინე ჯერ რო დაგინახავ, ხო არ ვიცი რაზე გაქვს თქვათ, რაზე ისაუბრებ, წინასწარ გულებს რო ვწერ და იმებს უნდა ნახო, ეს ძალიან სასაცილო უბრალოდ, მაგრამ ამას ვაკეთებ ხოლმე, იცოდე. გაიხარე შენ და გაიხაროს მამა შენმა და დედა შენმა, რომ აი ესეთი კარგი გამოგაჩინეს. მიყვარხარ და მიამაყები, რომ ქართველი გოგო ხარ შენ. გაკოცე. შესანიშნავი საჩუქარია, დიდებული სიტყვებია, რომელიც რა თქმა უნდა წინაპირობა უნდა გახდეს იმისა, რომ კიდევ უფრო მონდომებით და კიდევ უფრო მეტი ნიჭიერებით გააგრძელებ იმ საქმეს, რომელიც დაიწყე. გილოცავ კიდევ ერთხელ. ახლა კი აფთრები უნდა შემოვიყვანოთ ჩვენს გადაცემაში, აფთრები, რომლებიც დასაწყისშივე ვახსენეთ. ერთ-ერთი ჟურნალისტი, ბატონი გორდონი, შეკითხვას უსვამს Азербайджанის президентს ბატონ Алиевს. Уважаемый господин президент, сперва от имени миллионов украинцев разрешите поблагодарить дружественный народ Азербайджана и вас лично за сострадание, за чисто человеческое сочувствие той страшной трагедии, которая обрушилась на прекрасную Украину по вине России. Ровно год назад здесь, в этом зале, я спросил вас, что бы вы посоветовали Украине. И вы тогда ответили: никогда не соглашаться с оккупацией. Прошел год, очень многое изменилось. Сегодня весь мир видит фактическое окружение Крыма по суше, по морю и с воздуха. Сегодня весь мир видит одну из самых богатых нефтедобывающих стран
в многокилометровых очередях за бензином. Мы видим, что фактически не меняется линия фронта, она остается неизменной. Мы видим удары украинскими дронами и ракетами по огромной территории от Москвы и Санкт-Петербурга до Сибири. Что сегодня в новой ситуации вы посоветуете Украине? И я, пожалуй, задам еще один вопрос. Что бы вы сегодня посоветовали Путину, у которого, на мой взгляд, уже не осталось ни одного хорошего выхода? აი ასეთი გახსოვთ ეს შეკითხვა, რომელიც ბატონმა გორდონმა პრეზიდენტ ალიევს დაუსვა. გასაგებია, უკრაინა, ნეოფაშიზმი, მისი წარმომადგენლები, ზელენსკი, გორდონი და სხვები. შეკითხვის მიმართულებაც გასაგებია, ის პირდაპირ ითხოვს დადასტურებას იმ შეკითხვისა, იმ პათოსისა, რომელიც ამ შეკითხვაში მან ჩადო და ჩააქვსო. მე მინდა დააკვირდეთ ბატონ ალიევის პასუხებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენს რეგიონს შეეხება, ამიერკავკასიას და აქედან გამომდინარე ჩვენს შეგვეხება. ჩვენ ახლა ვნახავთ პრეზიდენტ ალიევის პირით გაცხადებულ პოზიციას, მის დამოკიდებულებას უკრაინასთან, неофашизмთან, русეთთან და ასე შემდეგ. Что касается прошлого года и вашего вопроса и моей рекомендации, я думаю, что ни украинский народ, ни власти Украины не нуждались в моем совете, но я бы его сегодня также повторил. Никогда не соглашаться на оккупацию. И это то, что Украина делает. Она не соглашается на оккупацию. ერთი რამ ფაქტია ის, რაც თქვა, სწორია, ოკუპაციას რატომ უნდა დათანხმდეს, ან უკრაინა, ან სხვა რომელიმე და ვინმე. რა თქმა უნდა, ოკუპაციას არავინ უნდა დათანხმდეს, მაგრამ ალიევის ამ პასუხში ისიც ხომ ჩანს, რომ რუსეთის ქმედებას უკრაინაში ის განიხილავს როგორც ოკუპაციას. ეს უკვე სხვა საკითხია. რამდენად არის რუსეთი ოკუპანტი უკრაინაში? ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. უკრაინაში დასავლეთი ეომება რუსეთს. დასავლეთმა შექმნა ის სიტუაცია, ის ვითარება, რომელმაც გამოსავალი აღარ დაუტოვა რუსეთს და ამის შედეგია ეს ყველაფერი, მაგრამ ბატონი ალიევი ისე კი არ ხედავს პროცესებს, როგორც ვთქვათ, რუსები ხედავენ. ან ნებისმიერი ობიექტური შემფასებელი ხედავს. არამედ ბატონი ალიევი ზუსტად ისე ხედავს მოვლენებს და პროცესებს, როგორც დასავლეთი ხედავს, როგორც ამერიკელები და ევროპელები ხედავენ. ეს უკვე სხვა მიდგომა, სხვა საკითხია და ეს ის რეალობაა, რომელიც ამიერკავკასიაში დგება და რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ და გავაცნობიეროთ. აი მეორე პასუხი. ანუ რას ურჩევს რუსეთს ბატონი Алиев. Но что касается моей оценки ситуации и перспектив продолжения военных действий, то она, я думаю, не сильно отличается от вашей. გორდონს ეუბნება პრეზიდენტი ალიევი, რომ თქვენი პოზიციისგან დიდად არ განსხვავდება ისო, რასაც მე ურჩევდიო, ჩემი თავისთვის უფლება რომ იმეცაო რუსეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი ალიევი თურმე აზროვნებს ისე, როგორც უკრაინელი ნეოფაშისტები აზროვნებენ, როგორც ზელენსკის ხროვა აზროვნებს. ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ყველაფერი ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც არის. და სინამდვილეში ბატონ ალიევის პოზიცია სწორედ ასეთია, როგორცაც მე მოგახსენებთ. თუ ამას კიდევ რამე დამტკიცება სჭირდება, აი მოვისმინოთ მისი საუბარი ამავე пресс-конференциაზე. Украинскому народу, как говорится, чем можем, мы всегда готовы помогать. Я на эту тему много говорить не хочу. Мы это делаем не для того, чтобы об этом говорить. Это просто тоже как-то идет от сердца. И государство, и, кстати, не только. И обычные люди,
и коммерческие компании. То есть это единый такой вот порыв помочь тем, кто в беде, кто пострадал, чья территориальная целостность нарушена, и помочь, чем можем. დააგვირდით რას ამბობს ბატონი ალიევი, ჩვენ უკრაინას უჭერთ მხარსო და არა მარტო თავის თავზე ლაპარაკობს, როგორც ქვეყნის პირველ პირზე და პრეზიდენტზე, არამედ საერთოდ მთელ ხალხზე, მთელ აზერბაიჯანზე ლაპარაკობს, რომ თურმე მხარს უჭერენ უკრაინას. ასე ღიად, ყოველგვარი შეფარვისა და მიკიბ-მოკიბის გარეშე. ეს მართლაც ახალი და მე ვიტყოდი ძალიან საგანგაშო რეალობაა, რომელიც ამიერკავკასიაში იქნება. მაგრამ ამას ახლა კი არ ვაკეთებთო გზანებს ალიევი. ანუ რაღაც ახალი რეალობის გათვალისწინებით კი არ ვიქცევით ასეო. არამედ თავიდანვე ეს პოზიცია გვეჭირაო. Что касается позиции Азербайджана, она неизменна. Мы всегда поддерживали и поддерживаем, и будем поддерживать территориальную целостность Украины, ее суверенитет, нерушимость ее границ. Границы ни одного государства не могут быть изменены насильственно или же без согласия народа этой страны. И тут мы, естественно, наши позиции достаточно последовательны и тверды. ასეთი გახლავთ ბატონ ალიევის მიერ გამოხატული პოზიცია, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე არავით არ ეჭვს არტოვებს, არავით არ ყოყმანის საშუალებას არ გვაძლევს. ეს არის დაპირისპირება რუსეთთან. ღია დაპირისპირება რუსეთთან. ალიევი უფრო შორს წავიდა. ისტორიაში გადაეშვა. და ჩვენ ახლა აღმოვაჩენთ, რომ ის უკმაყოფილოა არა მხოლოდ დღევანდელი რუსეთის პოზიციით, დამოკიდებულებით საგნებისა და მოვლენების მიმართ, არამედ ისტორიულად ყოფილა უკმაყოფილო, როგორც მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ყოფილა განწყობილი. В XIX веке мы были колонизированы, а затем, когда образовался Советский Союз, мы не были независимыми. Мы были республикой без каких-либо прав. Они лишь забирали наши ресурсы. 1 миллиард тонн нефти было добыто в Азербайджане. И когда Советский Союз распался, мы обнаружили себя без газа и без электричества. И за эти 30 с лишним лет Азербайджан стал средней силой. И в этом преимущество независимости. საბჭოთა კავშირით ასე ღია უკმაყოფილებას რომ გამოთქვამს ვინმე, შესაძლებელია მას გაუგოთ კიდეც. მაგრამ როდესაც უკმაყოფილებას გამოთქვამს საბჭოთა აზერბაიჯანის პირველი პირის, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მამა ალიევის, სეიდარ ალიევის შვილი. ეს უკვე სხვა ამბავია, ეს უკვე სხვა დამოკიდებულებაა. თუ კი ბატონი ალიევი, შვილი ალიევი, დღევანდელი პრეზიდენტი აზერბაიჯანისა უკმაყოფილოა საბჭოთა კავშირით, მაშინ ის უკმაყოფილო უნდა იყოს საკუთარი მამის მოღვაწეობით და ამას ღიად უნდა გამოთქვამდეს. იმიტომ რომ მამამისი არა მარტო პირველი მდივანი, ანუ რესპუბლიკის პირველი პირი იყო, არამედ იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა შორის. ის იყო პოლიტბიუროს წევრი, უმაღლესი მმართველობითი ორგანოს წევრი. და იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ამიტომ მან კეთილი უნდა ინებოს და უნდა თქვას, რომ იმ ბოროტებას, იმ ოკუპანტს, იმ მტერს მასში შემავალი რესპუბლიკებისა საბჭოთა კავშირს თუ კი ემდურის, უნდა ემდუროდეს საკუთარ მამასაც. ეს უნდა აღიაროს. მაგრამ ამას ზნეობა ქვია, ეთიკა ქვია, მორალი ქვია. რთული კატეგორიებია.
დღევანდელი პოლიტიკოსები ამგვარი საკითხებით არ იწუხებენ თავს, მათ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც და იმიტომ გვაქვს ასეთი სურათი და სამწუხარო მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამიერკავკასიაზეა ლაპარაკი. ჩვენს გვერდით ხდება ეს ყველაფერი. სულ 3 სახელმწიფოა ამიერკავკასიაში და ერთ-ერთი ასე იქცევა. ჩვენ რა პოზიციას გვაქვს, ვიცით, მაგრამ ეს სხვა საკითხია. თავი წამოყო სომხეთმაც. სომხეთი, სადაც დგას რუსეთის სამხედრო ბაზა. აი ის სომხეთიც დაუპირისპირდა რუსეთს. ასეთი ვითარება შეიქმნა და ამასთან დაკავშირებითაც მინდა თვალი გადავავდოთ მოვლენებს. Россия теряет влияние. Не абстрактный мировой порядок. На конкретных соседей, с которыми она прожила в одном дворе 30 лет после распада СССР, у которых стояли ее военные базы, чьи границы охраняли ее пограничники, чьи армии были вооружены ее техникой, чьи элиты учились в ее университетах и привозили детей лечиться в ее клиниках. 1 апреля 26 года в Кремле состоялась встреча Путина с премьер-министром Армении Николом Пашиняном. По протоколу рабочий визит, 32-й с начала их отношений. По содержанию показательная демонстрация того, куда пришел Путин за 4 года войны, которая должна была утвердить величие России, но сделала все ровно наоборот. Пашинян улыбался, говорил про глубокие исторические связи и благодарил за теплый прием. Путин рассказывал про $177 за 1000 кубометров газа против 600 в Европе и явно рассчитывал, что это звучит убедительно. Скандала не было, на повышенных тонах никто не говорил, как в овальном кабинете во время встречи Трампа и Зеленского. Встреча выглядела примерно как деловой обед двух менеджеров, которые давно не любят друг друга, но еще не нашли способ официально это признать. Если же читать стенограмму внимательно, там нет ни одного пункта, по которому Пашинян бы уступил. По каждому вопросу, где Путин давил, прямо или через намек армянский премьер отвечал точно и без лишних слов. Что ДКБ — это вопросы к народу Армении, не к нему лично, что в тюрьмах политзаключенных нет, а люди с российским паспортом по Конституции и так не могут баллотироваться в премьеры. Что с Евросоюзом Армения будет сближаться ровно так долго, пока это возможно, что мир с Азербайджаном установлен, и Трамп тоже приложил к нему руку, а не Путин. Еще несколько лет назад такой разговор был бы просто невозможен. Пашинян бы не позволил себе отвечать Путину вот так, спокойно, по каждому пункту, без извинений и, наоборот, настаивая на своей позиции. Что-то очень сильно изменилось. დიახ, რაღაც ძალიან სერიოზულად შეიცვალა. ძალიან ძლიერად შეიცვალა რაღაცა. ამაში რა თქმა უნდა, რუსეთსაც მიუძღვის წილი, ამაში გარესამყაროსაც მიუძღვის წილი, მაგრამ ფაქტია, თვითონ ფაქტზე მოგახსენებთ, რომ რაღაცა ძალიან ძლიერად შეიცვალა, რომ აფთრებმა ერთბაშად წამოყვეს თავი. სად იყო მაინც და რა იყო მაინც გარდატეხის წერტილი. Отдельная история с тем, кто теперь решает конфликты на Южном Кавказе. В ноябре 2020 года война за Нагорный Карабах закончилась поражением Армении. Соглашение о прекращении огня было подписано в Москве. При посредничестве Путина Россия ввела в регион миротворцев. Выглядело как демонстрация силы. Москва — главный арбитр Южного Кавказа. Без нее тут ничего не решается. В сентябре 23-го что-то сломалось окончательно. Азербайджан провел военную операцию в Карабахе и взял его за одни сутки. Российские миротворцы стояли рядом и не вмешались. Армянское население Карабаха, около 100 тысяч человек, бежало в Армению за несколько дней, а миротворцы смотрели, как это происходит. За несколько лет до этого Путин поставил их туда как гарантию, которая не сработала. Об этом нужно сказать подробнее, именно потому, что именно здесь точка перелома в отношениях. დასავლეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. ეს გამორიცხულია. მაგრამ დასავლეთმა სხვა ომი მოიგო უკვე. ეს არის საინფორმაციო ომი. ეს არის ფსიქოლოგიური ომი. ეს არის საზოგადოებრივი აზრის მობილიზების ომი. აი აქ რუსეთი მოიკოჭლებს და ის რომ რუსეთი მოიკოჭლებს, რა თქმა უნდა, ამ რეალობაზე რუსეთის საწინააღმდეგოდ აისახება. და მაინც რა ხდებოდა? დასავლეთის ხელის ფათურის გარეშე, ვერც სომხეთში, ვერც აზერბაიჯანში და ვერც სადმე სხვაგან ეს განწყობილებები ვერ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ისინი წვეტ-წვეტობით мисхал, набидж, мидиан, бизнескен. Параллельно Армения заключила с Францией соглашение о военном сотрудничестве, включая реформирование вооруженных сил при участии французских советников. К 1924 году Париж стал реальным военным партнером Еревана с контрактами, поставками и присутствием. აი ასეთი გახლავთ დასავლეთის დამოკიდებულების ერთი ფრაგმენტი. არსებობს კიდევ უფრო სერიოზული და უფრო მნიშვნელოვანი ფრაგმენტიც.
Там же в Вашингтоне Армения и США подписали соглашение о Зангезурском коридоре. Дорога, которая соединит основную территорию Азербайджана с его эксклавом Нахичеванью, пройдет через армянскую территорию, а управлять коридором будут американские частные военные компании на 99 лет с возможностью продления. Американское военное присутствие прямо в регионе, которое Россия считала буквально своим. Пашинян на встрече с Путиным в апреле 26-го, на той, которая сейчас прошла, упомянул все это как достижение. Я в августе позвонил вам из Вашингтона и сказал, это открывает новые возможности для наших отношений тоже. Деликатная подача, жесткий смысл. Арбитры в регионе сменили, Армения это видит, и вам об этом рассказали лично. Путин в ответ подчеркнул, что и президент США принял в этом активное участие, будучи почти нейтрально. Но за этой нейтральностью достаточно большая история. В 2020 году соглашение о прекращении огня подписывали при Путине. В 2025 году мирный договор подписывали при Трампе. Россия в этом процессе не участвует. დასავლეთი იბრძვის მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ის არა მარტო საინფორმაციო ომს აწარმოებს, არა მარტო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიმართულებით აწარმოებს ომს, არა მარტო იარაღით იბრძვის და არა მარტო ფინანსებით იბრძვის, არამედ იბრძვის პროექტებითაც, ძალიან სერიოზული პროექტებით. იგივე ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ტრამპის გზასაც უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ბრძოლა ამიერკავკასიაში და ბრძოლა ძალიან სერიოზული საშუალებებითა და მეთოდებით. სამწუხაროდ რუსეთს ამის საპირწონე მოქმედებები არ უწარმოებია, ან ვერ აწარმოებს, ან შესაძლებლობა არ გააჩნია, ან რაღაცაშია საქმე, რაღაცა დააკლო და ამიტომ ყველაფერმა ამან ეხლა თავი იჩინა. მაინც რას პასუხობს რუსეთი და მისი პირველი პირი, თუნდაც აი ამ კონკრეტულ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე სომხეთს. Кризис на Украине начался когда-то с попыток присоединения Украины к ЕС. Мы же не были против. Но мы говорили, послушайте, фитосанитарные, например, нормы совершенно разные. Путин также пригрозил ужесточить правила для трудовых мигрантов граждан Армении. И для сельхозпродукции из Армении могут возникнуть новые барьеры на российском рынке. Конечно, это повышение цен на энергоносители. Таких преференций, как сегодня, конечно, не будет. По нашим предварительным оценкам, даже не нашим, а на экспертном уровне, разные эксперты это считают, это приведет к потере как минимум 14% ВВП Армении. აქ რა თქმა უნდა მუქარის ინტონაციებიც ისმის. ამას ვერ უარყოფთ, მაგრამ მუქარაზე მეტად ამაში ახსნა ჩანს. ახსნა იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს სომხეთის გადაწყვეტილებას, რომ მან ზურგი აქციოს რუსეთს. ეს ახსნა უფრო ჩანს, მაგრამ დამაჯერებელია ეს ახსნა, ან სჭირდება ვინმეს ეს ახსნა, ეს უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ეს ახსნა არ მუშაობს. და უნდა იმუშაო და უნდა იმოქმედო ისე, როგორც დასავლეთი მოქმედებს. უნდა მიიყვანო კედელთან. სხვა გზა არ არის. სიკეთის მიმართულებით მიცემული რჩევა. გულწრფელი რჩევა. არ მუშაობს, არ მოქმედებს. მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მსხვერპლს დავარქმევ ამ შემთხვევაში. მსხვერპლი უნდა მიამწყდიო კედელთან. ისე როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ შემთხვევაში იქცევა დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთს ეს არ აღმოაჩნდა. ამისი დეფიციტი აქვს რუსეთს და ამიტომაც ვითარება, რა თქმა უნდა, გართულდა. Бадони Путини მხარს უჭერს референдумის темას. Причины всех этих угроз – курс Армении на сближение с Евросоюзом. Из-за этого Россия в субботу 30 мая даже отозвала своего посла в стране Сергея Копыркина для консультаций. При этом из ЕАЭС страна пока выходить тоже не собирается. Об этом заявил премьер-министр Армении Никол Пашинян. Но Путин настаивает, чтобы Армения сделала свой выбор. Премьер-министр Пашинян сам об этом сказал, что он планирует, считает правильным провести референдум по поводу того, где должна быть Армения. В Евразес или в Евросоюзе. Мы просили бы, чтобы это было сделано как можно раньше.
კი ბატონო, რეფერენდუმით გადაწყება თუ სხვაგვარად გადაწყება, ჩვენ ვიცით, რომ აღებული გეზი უკვე ძნელი შესაძლებელი იქნება. ძალიან დიდი მუშაობა იქნება ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს გეზი შეიცვალოს. რაღაც რადიკალური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. სხვაგვარად არ ხდება, იმიტომ რომ ეს დაიგეგმა, ამის უკან სერიოზული ძალები დგანან, მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათი სპეცსამსახურები. და ახლა იმიტომ რომ თუნდაც რეფერენდუმი ჩატარდა და თუნდაც რეფერენდუმზე სხვა შედეგი დაიდო, ეს არ შეიცვლება. ეს არ ხდება. რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და რატომ ემართება ეს რუსეთს? მე ჩემი მოსაზრება უკვე მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი იმ ვიდეოს, რომელსაც თქვენ უსმენთ წეღან, შესანიშნავად გვიყვებოდა ეს ბლოგერია თუ ჟურნალისტია, რა ხდება რუსეთსა და სომხეთს შორის, აი ეს საკითხიც მან წამოსწია. Армения не самая большая страна. 3 миллиона человек, ВВП чуть выше 20 миллиардов долларов. Но именно потому, что она маленькая, ее движение так красноречиво говорит о том, что происходит с Россией и ее влиянием. Когда большая страна дистанцируется от Москвы, это можно объяснить геополитическим маневром, давлением Запада, долгосрочными интересами. Когда небольшая страна, формально еще сидящая в двух российских союзах одновременно, год за годом выводит российских пограничников, меняет арбитра в своем главном конфликте, принимает закон о вступлении в ЕС и при этом в глаза говорит российскому президенту, что возврата к прежнему нет, это значит, что цена членства в российской орбите стала выше цены выхода из нее. Понять, почему так происходит, можно только если посмотреть на то, как вообще работала российская модель удержания постсоветских соседей и почему война эту модель сломала. ხნახეთ რა საინტერესო საკითხამდე მივდივართ. იგი რა კი რუსეთმა სადღაც რაღაც დააკლო. რუსეთმა ვერ იმუშავა იმ მიმართულებებითაც დასავლეთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უპირატესად რა თქმა უნდა. მუშაობდნენ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება? დაიჩოქებს რუსეთი? კულს ამოიძუებს და წავა ამიერკავკასიიდან? გავა პოსტსაბჭოთა სივრციდან? დამარცხდება უკრაინაში? ასე იქნება? თუ სხვაგვარად იქნება? აი რა არის ის სხვაგვარად, რაც შესაძლებელია რომ იყოს? ის არის ძალისმიერი პოზიცია. პუტინი ლაპარაკობს, რომ ვისაც უნდა ჩვენი აღგვა პირისაგან მიწისა, ჩვენ მათ ავღვით პირისაგან მიწისა. იმიტომ რომ ჩვენ ყველა საშუალება გაგვაჩნია ამისთვის. Угрожал Путин восстанию не только Армении, но и странам НАТО. У России есть все возможности уничтожить тех, кто попытается подавить систему ПВО в Калининградской области, заявил он. Да, как вы сказали, у них есть средства, чтобы сравнять с землей российские базы ПВО. Да, российские базы. У Российской Федерации есть все средства сравнять с землей всех, кто попытается это сделать. კი ბატონო, რუსეთს ნაკლებად გამოსდის ის, რაც ნიშანდობლივია დასავლეთისთვის. მოფერებით, მოტყუებით, ცბიერებით და შეპარვით და შეფარვით რაღაცის მიღწევა. მაგრამ ის ხომ ვიცით, რომ ძალისმიერი პოზიციით რუსეთს ბევრი რამ გამოსდის. გამოსდიოდა, გამოსდის და ალბათ მომავალშიც გამოუვა, იმიტომ რომ ეს არის ბირთვული ზესახელმწიფო. მაგრამ რა მოყვება ყველაფერ ამას, რისი ფასი დაჯდება ეს ყველაფერი? რა იქნება მსხვერპლი გაღებული მოვლენათა ასე განვითარების შემთხვევაში? ეს ის საკითხია, რომელიც არ შეიძლება ადამიანს, ხალხებს, სახელმწიფოებს არ აღელვებდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვეხება ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამიერკავკასიაში მალე დიდი შეტორტმანება გვექნება. ისე რბილად და მსუბუქად არ გადაივლის ეს საკითხები, როგორც შესაძლებელია ვინმეს წარმოუდგენია. ხომ არ მივალთ რაღაც ანალოგიურ ვითარებამდე, რაც რამდენიმე წლის წინ ჩვენი თვალით და ჩვენი ყურით გვაქვს მოსმენილი. ამებით ძვირფასო დანამემამულენო
თქვენ უკვე იცით იმ ვითარების შესახებ, რომელიც შეიქმნა ნამდვილი ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად. მე მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია, ჩვენ ხელთ არსებული, დადასტურებული და სარწმუნო მონაცემებით უახლოეს საათების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები გეგმავენ შეტევას ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით. სამწუხაროდ სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების მცდელობა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებთ. ჩვენ ამას არ დაუშვებთ ქართულ ხალხთან, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. ქვეყანაში ვითარება მთლიანად სტაბილურია და კონტროლდება. საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობს ქვეყნის თავდაცვას და დღეს ქვეყნისთვის ამ ურთულეს ჟამს, როდესაც ქართული სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, მე მინდა გადმოგცეთ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდება. ყველა ერთად გავერთიანდეთ, ყველგან სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გაუწიოთ წინააღმდეგობა, არ მივცეთ საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება. მივხვდით ალბათ, რომ 2008 წლის ჩანაწერია, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე გახლავთ და მივხვდით რა სიტუაცია იყო შექმნილი. ჩვენ ვიცით სააკაშვილის როლი იმ უბედურებაში, რაც 2008 წელს საქართველომ გადაიტანა და რა ძიმე შედეგებიც მას მოჰყვა. ვიცით ეს ყველაფერი. ისიც ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი და მთელი მისი ხროვა იყო ყურმოჭრილი ყმა და მონა დასავლეთის. დასავლეთის დირექტივებისა და დავალებების უსიტყვო შემსრულებლები. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება ასეთი არ არის. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს დასავლეთს და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის, რასაც სუვერენული სახელმწიფოს მდგომარეობა ქვია. თუ ჩვენ დამოუკიდებელი გაეროს წევრი სახელმწიფო ვართ, მაშასადამე საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უნდა წყდებოდეს საქართველოში. ასეთია პოზიცია. სხვათა შორის, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა როგორ არის გადანაწილებული. გარედან რა საფრთხეები მოდის და როგორ არის ეს თუნდაც პროცენტულად ასახული. უაღრესად საინტერესო შეფასება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა. არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის კალბატონი გაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. დააგვირდით რასთან გვაქვს საქმე? საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს 20%-ზე. მაგრამ კაია კალასია თუ ვინც არის ამას არ აქვს პერსონიფიცირებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, დასავლეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს სრულ 100%-ზე საქართველოს. წარმოგიდგენიათ რა ვითარება გვაქვს? აი ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსთან. და ეს ვითარებაც ბოლო წუთს კი არ გაჩენილა, ბოლო მოვლენების გამო კი არ ჩამოყალიბებულა, არამედ ასეთი იყო იმ თავითვე. ასეთი იყო საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსთან. დასავლეთი არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს სრულიად საქართველოს. და ეს რეალობა გვაქვს დღემდე. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიაზროვნოთ, უნდა გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ დგება ხოლმე ჟამი, როდესაც ხელისუფლების გადასაწყვეტს წყვეტს ხელისუფლება, მაგრამ ხალხის გადასაწყვეტს წყვეტს ხალხი. ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. როდესაც ხალხს უბრუნდება ხელისუფლება და როდესაც ის ხელისუფლებას შემდეგ დელეგირებას უკეთებს რაღაც გარკვეულ წარმომადგენლებზე, აი ამ შემთხვევაში ხალხმა უნდა იმოქმედოს იმ რეალობის გათვალისწინებით,
რა რეალობაშიც მას უწევს ცხოვრება და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ სწორედ დასავლური პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოს სამ ნაწილად დაშლილი სახელმწიფოა. მე ახლა არ ჩამოვთვლი იმ პრობლემებს, რაც ყველაფერ ამას თან ახლავს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს სამ ნაწილად არის დაშლილი, ეს არც რუსული პოლიტიკაა და არც ქართული პოლიტიკა. არც აფხაზური პოლიტიკა და არც ოსური პოლიტიკა. ეს არის დასავლური პოლიტიკა. აი ამის გაცნობიერებაში კოჭლობთ ჩვენ ძალიან. ამის გაცნობიერება გაგვიჭირდა უკიდურესად, მაგრამ რეალობამ ამ ფაქტის წინაშეც დაგვაყენა, რომ თელმა ქართველმა ხალხმა სრული სისავსით გააცნობიეროს პრობლემა, რომელიც დასავლეთმა შექმნა საქართველოში. აი ეს არის ამოცანა. აქედან გამომდინარე, მე მინდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთი რჩევა მოგასმენინოთ, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებსაც გვეხება. Только один можем дать совет нашим недругам. Не воюйте с Россией. Никогда не пытайтесь этого делать. არასოდეს არ იომოთ რუსეთთან. ეს არის რჩევა. თუ გინდათ თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხის, თქვენი მომავლის სასიკეთოდ წარიმართოს მოვლენები და პროცესები. ასეთ შემთხვევაში არასოდეს არ დაუშვათ და არ იფიქროთ ის, რომ იომოთ რუსეთთან. მე მინდა პუტინის ეს სიტყვები ამოცანად დაუსახო ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ხელისუფლებას. არ ახვეთ იმ ცდუნებას, რასაც სამწუხაროდ ახვნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები. არ ახვეთ ამ ცდუნებას. ეს ცუდი ცდუნებაა. ეს არ არის შორს გამხედვარე, ასე ვთქვათ, მიზანი და ამოცანა და პოლიტიკა. ეს ძალიან ცუდი პოლიტიკაა, რომელიც შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეთ. აი, ეს არის ჩემი სათხოვარი. ეს უნდა გაითვალისწინოთ და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი გზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასწდეს იმას, რასაც ქვია მართლმადიდებლობის გზა. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით პოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია იღწვის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება. ეცემა და ისევ ფეხზე დგება. რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. აი აქ ალბათ ყველაზე სწორი იქნება იმ რიტუალის შესრულება, რომლითაც ვამთავრებ ხოლმე ამ გადაცემას. ანუ სანთლის ანთება და ბირჯვრის გადაწერა. ახლაც დიდი სიამოვნებით და დიდი სასოვებით გავაკეთებ ამას. თქვენ წინაშე თქვენისნებართ გადავიწერე ბირჯვარს და ვთხოვთ, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ. იმიტომ რომ განსაცდელი რომელიც შესაძლებელია მიახლოვდებოდეს არის ძალიან დიდი. მხოლოდ უფლისნება, მხოლოდ მართლმადიდებელი ღირსება ვიხსნის ამ შესაძლებელს. ისე როგორც ეს ანგელოზი ვიგისამ ისთვის თულად დაცავებული იდეები, ბარიერები გადალახავს მას. უახლოვდეს ეკლესია, უახლოვდეს ღმერთს, ჭეშმარიტებას, სიკეთეს, სიყვარულს და რა თქმა უნდა ანთებობს სანთლებს. აი, ამ მონდომებით, ამ რუდუნებით, ამ სიყვარულით, ამ ერთგულებით უნდა მიარო ხალხს. აი, თითქმის ყველაფერი ის, რისით მას თქოს შეგვიძლია. ფიქრობ, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს შვიცაზე ისევ გვექნება საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ გადაცემაში სპეციალური გამოშვება.